სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არს ღმერთი. ძალიან სწრაფად გავიდა წელს დიდი წმინდა მარხვა და დადგა ეს დღე. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ წმინდა გარდამოხსნის წინაშე. ეს ჩვენ აღვასრულებთ გარდამოხსნის გარდამოსვენებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ დილით ადრე დღეს არის წმინდა პარასკევი, დიდი წმინდა პარასკევი, ხვალ დილით ადრე წმინდა დიდ შაბათს შესრულდება ცისკრის ლოცვა, რომელსაც ეწოდება წესის აგების ლოცვა და სულ მალე რამდენიმე საათის შემდეგ დადგება ეს კურთხეული დღე, კურთხეული დრო, როდესაც ჩვენ აღნიშნავთ ვიდღესასწავლებთ აღდგომის წინვალე დღესასწაულს. ჩვენთვის ქართველებისათვის უпростоრად საქართველოში ეს ლევანდელი დიდი მარხვა იყო განსაკუთრებული, იმიტომ რომ ჩვენ მემშვიდობებით ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესა და უნიტარეს ილია მეორეს, რომელიც ამ მარხვის დროს გარდაიცვალა და ჯერ მისი 40-იც კი არ გასულა, ასე რომ განსაკუთრებული დღეებია და ეს მწუხარება თუ სიხარული, რომელსაც ჩვენ აღნიშნავთ ტაძარში, გადაჭრობილი სრულებით განუყოფელია ჩვენი მწუხარებისა თუ სიხარულისაგან, რომელსაც ჩვენ გვანიჭებს ჩვენი პატრიარქი. მწუხარებას მასთან განშორების გამო და სიხარულს იმის გამო, რომ იგი იყო. მან როგორც კათოლიკოს პატრიარქმა ჩვენთან გაატარა თითქმის 50 წელი. ეს დრო თუ არ კიდევ არ დავამატებთ, რომ მანამდე 20 წელი კიდე მოღვაწეობდა იგი საქართველოს ეკლესიაში, ეს დრო არის სრულებით გონება მიუწვდომელი. რა მოხდა ამ 50 თუ 70 წლის განმავლობაში? ადამიანები დაიბადნენ და ზოგი გარდაიცვალა კიდევაც. დიდი დრო არის ძალიან. დიდი დრო არის, ამიტომ ამბობთ, რომ ეს არის ეპოქა. ჩვენ ამ ეპოქის აღსაწერად, ამ ამბების აღსაწერად ალბათ ჩვენს ქვეყანას ალბათ საუკუნეები დაჭირდება, რომ სრული შეფასება გააკეთოს. ოღონდ თუ არის ეს საუკუნეები დარჩენილი. დღეს წმინდა გარდამოხსნასთან საეკლესიო წესის მიხედვით ჩვენ უნდა ვისაუბროთ მაცხოვრის ვნებებზე, მის ჯვარცმაზე. და მინდა გითხრათ, რომ ის რასაც აქამდე ჩვენი პატრიარქი გვასწავლიდა, შემდეგ მან ვაჩვენა ეს ყველაფერი ფიზიკურად. მან ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ თვითონ გამოიარა. აი ეს გზა, რა თქმა უნდა, იგი მთელი თავის ცხოვრება ამ ჯვარს ატარებდა, მაგრამ აი ეს ბოლო აღმართი, გოლგოთის აღმართი, ეს იყო მისი ცხოვრების ბოლო 10 წელიწადი. და ჩვენი თვალით ამას ყველაფერს უყურებთ. მინდა გითხრათ, რომ აი რასაც ახლა თქვენ დღეს უყურებთ, აი როგორ გადმოაბრძანეთ ეს გარდამოხსნა, როგორ დავაბრძანეთ, როგორ აღვასრულებთ ამ მსახურებას. ეს ყველაფერი აი 50 წლის წინ ჯერ კიდევ თითქმის არავინ იცოდა ადამიანებისგან. სულ რამდენიმე ადამიანი იყო ეკლესიაში, ვინც იცოდა და ამასაც ესეთ ვითარებაში, როგორც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, არ სრულდებოდა. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ ეს იყო დევნის პერიოდი, ეკლესიის დევნის პერიოდი და არა მარტო აღსრულება არ შეიძლებოდა ამის, აი რაც ახლა დღეს გავაკეთეთ თქვენ თვალწინ, ჩვენ ეს არის მაცხოვრის ჯვრიდან ჩამოხსნა
მისი სხეულის გადმოსვენება და საფლავში დადება ეს მაგიდა რომელზეც დავაბრძანეთ ეს გარდამოხსნის ხატი ეს არის ეს სიმბოლურად აღნიშნავს მაცხოვრის საფლავს და ასეთნაირად სრულდებოდა კი არა უბრალოდ დავიწყებულიც იყო როგორ უნდა გაკეთებულიყო ეს ყველაფერი და მინდა გითხრათ რომ ფაქტიურად თითქმის ერთადერთი ადამიანი იყო ჩვენი პატრიარქი ვინც ეს მეხსიერება ჩვენამდე მოიტანა მას ეს ყველაფერი ძველი სასულიერო პირებიდან ძველი მასწავლებლებისგან ჰქონდა შეთვისებული მან ზუსტად იცოდა ეს ყველაფერი და შემდეგ როდესაც დადგა ეს დრო მან თვითონ დაიწყო ამ წესის აღსრულება და ეკლესიის თანდათანობით მომზადება ამ ყველაფრისთვის ეკლესიის გაფართოება სასულიერო პირების ხელდასხმა მღვდელმთავრების ხელდასხმა და დღეს რაც ხა ჩვენ გავაკეთეთ თო საქართველოს შესაძლებლობა ყველგან აბსოლუტურად ყველა ტაძარში ყველა ეპარქიაში ეს არის ის წესი რომელიც მან ჩვენ გვასწავლა და მინდა გითხრათ რომ პრაქტიკულად მეც ვიცნობდი რამდენიმე ადამიანს რომელიც აი ამ ძველ მსახურებას გვაკავშირებდა მაგრამ მაგალითად მამა გაბრიელი იყო ესეთი მაგრამ პრაქტიკულად ერთადერთი ადამიანი ვინც აი ესე განავრცო ეს ყველაფერი იყო ჩვენი პატრიარქი და მინდა გითხრათ რომ ერთ-ერთი პირველი ჩემი გასვლა იყო საერთოდ საბჭოთა კავშირში ვერც ვიფიქრებდი იმას რომ უცხოეთში სადმე წასულიყავი და მსახურებას დასწრებოდი და აი როდესაც ერთ-ერთი პირველი ჩემი ესეთი მოგზაურობა იყო უკვე მღვდელმთავარი ვიყავე მაშინ მე გაკვირვებამ შემიყრო ესე იგი აღმოვაჩინე რომ საერთოდ ჩვენ ყველამ ესე ვიცოდით რომ ჩვენთან ყველაფერი ძალიან დაბალი ხარისხის არის მათ შორის განათლების ხარისხი არის ძალიან დაბალი ყველა სფეროში და სამწუხაროდ ეს ადრეც ესე იყო საქართველოში და თუ გინდოდა რომ კარგი განათლება მიგეღო და წასულიყავი უცხოეთში მე-19 საუკუნეში ესე იყო აი თერგალეულები მაგალითად ესე მიდიოდნენ უცხოეთში და ღებულობდნენ განათლებას და ნუ ამ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და აი მე როდესაც პირველად მოვხვდი უცხოეთში აღმოჩნდა როდესაც მე გავიცანი უცხოელი სასულიერო პირები აღმოჩნდა რომ ჩვენ მიგვიღია ბრწყინვალე განათლება აი ამ საღვთისმეტყველო სფეროში ისეთი განათლება რომ მე ესე იგი იქით კიდევ მიწევდა სხვებისთვის რაღაცების ახსნა და სწავლება ეს არ ეხება მარტო ღვთისმსახურების წესს არამედ ეს ეხება უშუალოდ ღვთისმეტყველებას როგორც მეცნიერებას აი ეს ყველაფერი ჩვენ გვასწავლა ჩვენმა პატრიარქმა და მინდა გითხრათ რომ დღეს არა მარტო აი სხვა ეკლესიებს თუ შევედრებით არა მარტო ვინმეზე რამეთი ნაკლები ვართ არამედ ჩვენმა პატრიარქმა როდესაც განსაკუთრებული განსასწრელი ჟამი დაუდგა მთელ საქრისტიანო სოფლიოში პრაქტიკულად ერთადერთმა შეძლო რომ აი ამ აგრესიული სეკულარიზმი ესე უწოდებენ აი ამ უღმრთოების წინაშე ამ ღვთის განდგომილების წინაშე უკან არ დაიხია და არც ერთი ეკლესია არც ერთი ტაძარი ჩვენს ქვეყანაში არ დაკეტება მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში მაგალითად მე ვიცნობ სასულიერო პირებს მღვდელმთავრებს რომლებიც საერო სასამართლომ გაასამართლა იმის გამო რომ მსახურებას აღასრულებდა აი ამ დროს ჩვენმა პატრიარქმა ეს მოახერხა ანუ ესე იგი ერთია რომ გვასწავლა და მეორეა რომ მანეს ყველაფერი დაიცვა და ბოლოს როგორც მოგახსენეთ ალბათ მოვა დრო და ეს ბოლო 10 წელიწადი განსაკუთრებით ნაბიჯ აღიწერება ჩვენი პატრიარქის როგორ გაიარა მან ეს ეკლიანი გზა ჯვარცმისა
ამიტომ დღეს მე აღარ მოგიყვებით იმას, რასაც სულ გიყვებით ყოველი წირვის დროს, ყოველი გარდამოხსნის გარდამოსვენების დროს. ერთადერთი მადლობას შევწირა უფალს, რომ ჩვენ ცხოვრობდით და ვაგრძელებთ ცხოვრებას იმ ეპოქაში, რომელსაც ეწოდება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და წყუმაფხაზეთის მიტროპოლიტის დიდისა მეუფისა მამისა ჩვენისა ილია მეორის ეპოქა. ვერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.